ხალხო ეს იყო ხელოვნური პათეტიკა გთხოვთ. უბრალოდ ეს ხელოვნური პათეტიკა იყო. Qancham sitqva თქვა. გამარჯობა. დღეს განვიხილავთ კიდევ ერთ ანიმაციას. ერთი ანიმაცია უკვე განვიხილეთ Flow და ძალიან მოხიბრულები დავრჩით და ნახოთ დღევანდელი ანიმაციით რამდენად დავრჩით მოხიბრულები. 3 ნომინაცია ჰქონდა ოსკარზე შეგვიძლია რომ ვთქვა. ერთ-ერთი ვერა იყო Flow დაამარცხა. რეჟისორზე ვთქვათ, სახელით არაფერს მეუნებოდა, მაგრამ რო გადავხედა ისეთი ფილმოგრაფია მქონდა, რომ ესეც ამის ყოფილა, რა ქვია, როგორ მოვათვინიეროთ. ხო, ერთადაც დებუარი მე მგონი ის მეორე და ლილო და სტიჩი მგონი, ხო? ერთად აკეთებენ და ამის რეჟისორი მარტო ეს არის, რა ქვია, კრის სანდერსი, მაგრამ აღმასრულებელი პროდიუსერია მე მგონი დებუა. კოდმაგარი დუეტი. ერთი რითაც მინდა დავიწყო, ეს ანიმაცია არის ადაპტაცია. პიტერ ბრაუნი არის ასეთი მწერალი და მისი ნაწარმოების მიხედვით არის გაკეთებული და ვაპირებ, რომ ეს წავიკითხო. სამ ნაწილად არის დაწერილი. პირველი ნაწილის ადაპტაცია არის ეს და ძალიან მინდა რომ წავიკითხო და წავიკითხო მოდესმე. ხო, ილუსტრატორიც არის და ალბათ კომიქსივით იქნებოდა. მე პირადად ფრიად დადებითად განვეწყო ამ ანიმაციის მიმართ. ეს ჩვენი განხილვა. რატომ ასე ოფიციალ? გულთან რომ მოდის. ხო უყურებ თვალებით, მაგრამ თითქოს გულით უყურებ. თუნდაც სიტუაცია ან იდეა რაღაც არაფერი არ იყო რაღაც განსაკუთრებული და ახალი და ვაუ. მაგრამ ისევ და ისევ მივდივართ იმ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცასთან, რაც კინემატოგრაფში და ზოგადად ვფიქრობ, რომ ხელოვნების ნებისმიერ დარგში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ტიპიური მულტფილმის პერსონაჟები და ტიპიური ამ სიტუაციას რაც შეესაბამებოდა, ეგენი იყვნენ. მაგრამ როგორც მოარგო ეს სიუჟეტს, ეს ყველაფერი, ეგ იყო ძალიან განსაკუთრებული და ძალიან დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს სიუჟეტი თვითონ როგორც ვითარდება მოქმედება და რა მოქმედება და რა ვითარდება ზოგადად. ეგ ყოველთვის მემახსოვრება, იმიტომ რომ მართლა ძალიან შთამბეჭდავი იყო რა. ვინაიდან ანიმაციები ძირითადად დაბალ ასაკზეა გათვლილი, ამის გამო ხშირია კი არა, ეგრეა, რომ ანიმაცია ყოველთვის ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონდეს, ხო? მელოდრამატული. ხო, ეს ანიმაცია აჩვენებს, როგორ შეიძლება მიხვიდე ბედნიერ დასასრულამდე, აი ამას აჩვენებს. სწავლება, როგორ უნდა გაიარო გზა იმისთვის, რომ გქონდეს ბედნიერი დასასრული და მარტო შედეგს არ გაჩვენებს, რომ აი რაღაც მოხდა, მე რაღაც მოხდა და უით ბედნიერად დასრულდა, ანუ რაღაც დროის ფუჭი კარგო არ არის რა და რაღაც ლამაზი სცენების ფუჭი ჩასმა არ არის ტყუილ უბრალოდ. მიზეს შედეგობრივი კავშირით მიდიხარ ბედნიერ დასასრულამდე და ეგ აქ ღირსეული ანიმაციას ერთ-ერთი ღირსეული რაც აქ მაგრამ აუცილებლად უარყოფითი არ არის ხარ რასაც ვიტყვი, უბრალოდ ფაქტია, რომ ეს მიზეს შედეგობრივი კავშირი, რაც არის თითოეული ეტაპი თხრობის, არის მარტივად გამოსაცნობი, რაც იცი რომ მოხდება, ის ხდება რა. მაგრამ ეს ყოველთვის უარყოფითი არ არის, განსაკუთრებით რაც გვანსამახსენა, რომ ბავშვებზეა ეს ანიმაცია აშკარად გათვლილი და იმაზე რომ ბავშვებს ასწავლოს რაღაცა, იგავივით არ არის როგორც დავუშვათ Flow იყო, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა ყოველი ანიმაცია და თუ კარგი ანიმატორი ხარ და თუ ბავშვებისთვის აკეთებ ამას, როგორც ყოველი საბავშვო წიგნი, ისე არის ანიმაციაც, რომ რაღაცა ასწავლოს ბავშვებს. ისევე როგორც ყველა კარგი ფილმი რაღაცას გასწავლის, ოღონდ არ არის აუცილებელი, რომ თითი გიქნიოს და რაღაც დამრიგებული ტონი გქონდეს. მარტივია, მაგრამ ზოგჯერ მარტივი რაღაცები გვჭირდება და კარგია რა. არ არღვევს ჩარჩოებს რა, ან წესებს. აი, სხვა რა წესებს სწავლობთ იმისთვის, რომ მე დავარღვიოთ. მაგრამ ესაც ხო ჩვენი არჩევანია, როდის დავარღვევთ, როდის არ დავარღვევთ. ეს არ არღვევს, მაგრამ მაგის გამო არ უნდა გავკითხოთ ჩემი აზრით რა. რას ქვია გაკითხული, ამოგი. ხოლმე ერთ იმას გადავხედე რევიუს, რომ რაღაცა მაინტერესებდა, იმიტომ რომ ამ ანიმაციას ცალსახად მოიაზრებდა როგორც ოსკარის ფავორიტად. Guardian-ის ერთ-ერთი სტატია ადრიან ჰორტონის ანიმაციურ ჭეშმარიტებას გვანახებსო რა, ანუ ანიმაციისთვის რაც არის, რომ
გამოხატოს უნივერსალური ჭეშმარიტება. აი, ამას აკეთებს ეს ანიმაცია ძალიან მაგრა. რომ გამოხატოს უნივერსალური ჭეშმარიტება ამ შემთხვევაში სიყვარული, რომელსაც არ აქვს ლოგიკა და სიკეთე და ეგეთ რაღაცეებზე. ამ სტატიაში ჩავაგდებ ძალიან პატარა სტატია, რევიუც არ არის ფაქტობრივად. კინოთეატრში ჯერ არც იყო გამოსული, ეს პირველად ის რო არის ხოლმე რა, მაშინდელი დაწერილია და მაგიტო გავბედე რომ მეთქი რაღაც პატარა რაღაცას გადავიდა და ძალიან გამიხარდა რომ მაინც ამაზე გავაკეთე არჩევანი, იმიტომ რომ ზუსტად ეგ ის ეწერა რა. აი რომ ამობთ ხოლმე და ძალიან არ მოგწონს, რომ რაღაც სათქმელი სიტყვებით არის ნათქვამი. სიტყვით არის რაღაცები ნათქვამი, მაგრამ ფოკუსირებული ისე ძალიან არ არის, რომ ეს ყველაფერი ანუ ადამიანს სახეში რო ახლი პირდაპირ fly like you, not like them. მეუნება მელაკუ და ბატატუნას. პირდაპირ სიტყვებით ამბობს, მაგრამ ისეთი ძალიან დინამიკური მომენტია. რაღაც და სწრაფი და საერთოდ ეს ანიმაცია ძალიან სწრაფი არის. ახალგაზრდა რო ამას უყურებს, აი ეს რაღაც მგონია რომ დაელექება ეს ფრაზა და სულ ემახსოვრება და ქვესნობიერად თუ რაც იქნება, შეიძლება ცოტა უფრო ზემოთაც. კი, აი ესეთი ანიმაციაა, რომ აი მე ბავშვობიდან რა ანიმაციებიც მახსოვს, რომ აი ჩემი ბავშვობა რო შექმნა და დღემდე რო განსაკუთრებული კავშირი მაქვს, მე მგონია რომ დღევანდელი თაობის ბავშვებისთვის ეს ანიმაცია იქნება ეგ რა. აი ძალიან გეთანხმები მაგაში და მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის პირად flow ობიექტურად ასე მგონია რომ ბევრად უკეთეს იყო, იმიტომ რომ ეს არის თუ ის არის ძალიან მაღალი კლასი, აი ძალიან მაღალი რაღაცა. სხვადასხვა რაღაცაზეა გათვლილი ზუსტად რა ეს არის ეკრანზე არტი უფრო აი რაღაცის გამომხატველი ეს პირდაპირ აი მართლა საბავშვო ანიმაცია განაის რომ დიდი ვერ მიიღებს სიამოვნებას ან რაღაცას ვერ წაიღებს აქედან იმიტომ რომ კი სიამოვნებ წაიღებ კიდეც ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ მაინც იმ აუდიტორიაზე როა გათვლილი ეგ ეთყობა რა ანუ უბრალოდ ეს იმიტომ ვახსენე flow იმიტომ შემოიყვანე აქ რომ ხალხი რო ავიღოთ და ბავშვები რო ავიღოთ აი ამ ეს ანიმაცია შექმნის ვინმეს ბავშვობას flow განა უნარი არ აქვს რაღაცა მაგრამ ნაკლებად არის ვიღაც იქნება და ძალიან მაგარია განცუდია მაგრამ ბევრი იტყვის რომ ველურმა რობოტმა ჩემი ბავშვობა შექმნა. იმიტომ რომ ეგეთია, რომ რაღაც სამყარო უნდა შეგიქმნა შენ და flow კიდე ცოტა სხვა, ან მაგის ლეველი. მიუხედავად იმისა, რომ ესე ძალიან მაგარია, ის ძალიან მაგარია, უბრალოდ რას ვთქვით, რომ ის ცოტა სხვა რაღაცაზე არის გათვლილი. და აი მაგ მხრივ რომ აი ჩემი ბავშვობა რო გამახსენდა და ჩემი ბავშვობის ეგეთი მნიშვნელოვანი ანიმაცია სულ ვაკავშირებდი რომ ვუყურებდი უცნაური ხვიშტუკთან რაღაცნაირად გონია რომ ამ თაობის უცნაური ხვიშტუკი იქნება Wild Robots მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის თაობა რომელიც ვოლიზეა გაზრდილი და რასაკვირველია ვოლი უნდა გვეხსენებინა გასაგებია რომ ნაწარმოების მიხედვით არ მაგრამ ანიმაცია დრო აქცია უკვე მურჩა პირდაპირ უნდა წახვიდე ვოლისთან ატმოსფეროსაც ვოლიშია შექმნილი ის დამოკიდებულება და გრძნობები და ემოციები რაც ხალხს გაუღვიძა ამ ანიმაციამ და ამ რაღაც რკინის რობოტმა რაც გამოიწვია ხალხში და მაყურებელში რთულია რომ ამ ყველაფერს გადაჭარბოთ, მაგრამ ელემენტარულად იმ დონეზე მაინც ისეთი ძლიერი ემოციები გამოიწვიო, რობოტი აღიქვა როგორც ცოცხალი არსება და გაიზიარო მისი გრძნობები, რომელიც იქაც და აქაც არის ხაზგასმული, რომ არ გააჩნიათ გრძნობები და შეგრძნების უნარი. და ამ დროს აი უბრალოდ შეუძლებელია რომ როცა უყურებ ვერ თანაუგრძნო ეს ყველაფერი კრის სანდერსმა ნამდვილად მოახერხა ასე რომ კი შეიძლება ვიღაცამ ანუ თქვენც მაგალითად ბრაში ვოლისთან 1000 წელი ვერ მივადა რაღაცა მაგრამ ამ კაცმა ეგ ბარიერი თუ დაბრკოლება გადაახა რაღაც მხრივ აი უყურებ დღევანდელი გადმოსახედიდან 2025 წელს უყურებ და რაღაც მხრივ ძალიან საშიშია. იმიტომ რომ მგონია რომ დღეს კიდე უფრო მიახლოვებული ვართ იმასთან რომ რობოტებს მართლა ჰქონდეთ გრძნობები კი არა ამ ინტელექტის ამ დონეზე იყვნენ, ანუ ხელოვნური ინტელექტი, რასაც აკეთებს დღეს და რა დონეზეც არის უკვე განვითარებული, ზოგადად ანუ ძალიან დიდი პრობლემაა და მაგაზე ბევრი ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ
ძალიან სხვა თემაა, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა კავშირშია, იმიტომ რომ IMDb-ზეც ჟანრებში ერთ-ერთ ქვეჟანრად წერია ხელოვნური ინტელექტი, რაც ანუ არც ვიცოდი ესე გამოყოფილი ქვეჟანრი თუ იყო და IMDb-ზე გამოყოფილად ეწერა რა. გახსენდება რა ეგეთი ფილმები, სადაც რობოტებს ეგ ხელოვნური ინტელექტს გრძნობები უჩნდებათ, მაგალითად ჰერში როგორც არის, აქაც სათქმელია, რომ თავიდან როგორი მართლა რობოტული ხმა აქვს და მერე ნელ-ნელა რაღაცნაირად ადამიანის ხმას ემსგავსება რა. ზუსტად ეგ იყო ძალიან რთული, რომ და Wall-E-შიც და თითოეულ ანიმაციაში რომ მართლა როგორებიც არიან რობოტები და როგორებიც წარმოგვიდგენიან ეგეთმა რო თავი შეგაყვაროს და ეგეთმა გაგრძნობინოს, ეგ მართლა ძალიან რთულია რა და ესეც ნამდვილად ახერხებს მაგას, იმიტომ რომ მთელი ფილმი გრძნობ რაღაცებს, რაც ანუ არც იცი რა არის და რატო გრძნობ ამ რაღაც რკინის არსების მიმართ. აი რო რაღაც გაწვევა ეგ დამემართა და გაცინებაც და გაღიმებაც ძალიან ბევრი მქონდა ამ ანიმაციის. კი, ეს კომიკური ელემენტები ძალიან კარგი იყო, ეს რაღაც საიდ პერსონაჟები რა, მეორე ხარისხოვან პერსონაჟსაც ვერ ვიტყვი, ძალიან რაღაც ეპიზოდურად რო შემოდიან. აი ესეთ კომიკურ რაღაცას გააგრძობდნენ ხოლმე კომენტარს, შეიძლება მთელი ანიმაციის განმავლობაში რაღაც ერთი რეპლიკა რაღაც ეთქოთ, მაგრამ აი ზოგი ისეთ სასაცილო იყო და გახმოვანებად ზოგს მგონი მართლა პატარა ბავშვები ახმოვანებდნენ რა, იმათ მე მგონი ის ოპუსომები და ეგენი რო იყვნენ, მართლა აშკარად ბავშვების ხმა იყო და ძალიან საყვარლობა იყო და ძალიან წილო იყო ეგენი მართლა. ახლა პერსონაჟებზე რო გადავიდეთ, თუ როზი, რომელსაც ლუპიტა ნიუნგო ახმოვანებს და პერსონაჟზე საუბრისას პარალელურად მსახიობსაც შევეხოთ, იმიტომ რომ ხო ეგ მეტამორფოზა, იგივე ამ შემთხვევაში რობოტის მეტამორფოზა ხალხო. ეგ ანუ თან ეხა დავუკვირდი, რომ ბავშვობაში რო უყურებდი მულტფილმებს, საერთოდ აი არც ვფიქრობდი, რომ ამას ვინმე ახმოვანენ და ესეთი რაღაც რო არსებობდა საერთოდ რო ანუ მართლა მეგონა რომ ისინი ლაპარაკობდნენ და ეხლა რეალურად რა მნიშვნელოვანია გამხმოვანებლის როლი. სათქმელთან დაკავშირებული მთავარი ხაზი არის სწორედ როზის ქცევა ამ რაღაც რობოტი 7116-დან როზამდე. ეს გზა არის ამ გირჩები რომ ციფრი გავხსოვ. არ ვიცი უცებ. ხო და ეს მეტამორფოზა რაც სიტყვას გონს, ეგ არის ხო ამ რაღაც ციფრიდან პიროვნებამდე შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს არის პიროვნება ბოლოს. და ეს დასასრული ღმერთო შენ შემიგია რომ ძალიან მელოდრამატული, მაგრამ ძალიან ისეთი აი მოსალოდნელ ზუსტად ეგ რასაც მოელი რო ის ხდება და ამ დროს ისე არის გაკეთებული რომ მეთოჯები როგორ უნდა წასკედეს ცრემლები მახინჯი იყო ჭუკდა ის რომ თომ ძალიან საყვარელია და ეს რობოტი კიდე უსაყვარლეზია. კი. თავიდან არის რაღაც ცივი, ჩვეულებრივი რკინის მასალა გროვარები. არ მინდა თქვა, დავაპირე ხა მე თქვა ჯართი ან კრივის გროვა, მაგრამ შეურაცხყოფას გონია რომ ვაყენებ. ძალიან შეურაცხყოფელი იქნება, იმიტომ რომ რასისულელია, რა ვითა შემთხვევით. თავიდან არის ცივი რობოტული. არის ის რობოტი, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია, რაც ჩვენთვის მოსალოდნელია რო იქნება და როგორცაც ან აღვიქვამთ რობოტებს, ან გვინდა რომ ასეთები იყვნენ, იმიტომ რომ რაღაც ზომბი აპოკალიფსზე მეტად რაღაც გაჯეტ აპოკალიფსის ქვეშინია. კი, და ეგ არის მოსალოდნელი. და ამიტომ გვინდა რომ იყოს უბრალოდ რკინის გროვა და მართლაც ასე იწყებს აქვს თავისი მისია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ რაც აქვს მისია, აუცილებლად უნდა შესრულდეს. ყველანაირ მიზეზს გარეშე. თვითონ ეგ მოფიქრება, რომ აი ეგ არის ამ არსებისთვის აუცილებელი და ამ არსების ბუნება და როგორც თვითონ ეძახის პროგრამირება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ანუ არც იცის ბუნება რას ნიშნავს, მისთვის ყველაფერი არის პროგრამა. ხელს უწყობს, რომ რაღაც კითხვები არ გაჩნდეს, მაგალითად დრამატურგიულად რა, რომ მაგალითად რატო რჩება, რატო მაშინვე არ იძახებს იმას და არ მიდის, იმიტომ რომ მისცეს დავალება ერთი სიტყვით, რაღაც ეს სიტყვა უთხრეს, რომ შენი დავალება გეძლევა და აინთო უცებ
და სანამ არ დაასრულებს, ზუსტად იმიტომ რომ ეგრეა დაპროგრამებული, ვერაფრით ვერ წავა. ეს რო ეგრე არ იყოს დაპროგრამებული, მაშინვე წავიდოდა და შესაბამისად ანიმაციაც არ შედგებოდა. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ მადლობა პროგრამისტებს ამისთვის. აი, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრამატურგმა ეგეთი დეტალები, ამ შემთხვევაში ალბათ მწერალმა, ეგეთი დეტალები მოიფიქროს, რომ რაღაცეები არ იყოს ყალბი და მიუღებელი მაყურებლისთვის. მეტამორფოზა რაშიც გამოიხატება. აი, გიждები რომ რობოტის მეტამორფოზაზე და პიროვნულ გარდაქმნაზე რომ ვლაპარაკობ, ამიტომ არის როგორც flow-ში კატაზე. აი, ანიმაცია არის სიგიჟე მაგის გამო. რომ ვოლი მაგიტო ახსენე, რომ ძალიან თამამად ამ კაცმა ის ბარიერი გადალახა რობოტის. ვოლში არ არის ეს მეტამორფოზა, ვოლში ცოტა სხვა რაღაცა. ვოლი თავიდანვე გაწირებს. ხო. თავიდანვე სიყვარული არის ეს არსება და აქ ეგ გააკეთა და რობოტის მეტამორფოზა მაჩვენეთ არა, მაგრამ ფილმის ბოლოს ხედავ იმას, რომ ეს მისია კი აღარ არის და რაღაც პროგრამა კი არ არის. ეს უკვე საკუთარი სურვილია. არჩევანია. და აი ეს არჩევანი და სურვილი და ეს არჩევანის გაკეთება რაც ის ახერხებს. ერთ-ერთი მთავარი გამომხატველი ზუსტად ეს არის, რომ რობოტი შედგა როგორც პიროვნება. გიждები უბრალოდ მაგაზე, რომ ანუ ეს მოვალეობა იქცა სიყვარულად. ზოგადად მარტო ანიმაციაში არა, კინოშიც ძალიან ისეთი ფორმულაა, რომ ხშირად გვხვდება ეგეთი პერსონაჟები და პერსონაჟთა ურთიერთობები, იმიტომ რომ ამ პერსონაჟის მეტამორფოზა შეუძლებელი იქნებოდა ურთიერთობა რო არ არსებობდეს, რადგან ვილაპარაკებთ თვითონ ამ შვილთან, შვილობილთან, მაგრამ არა ნამდვილ შვილთან. მე მგონი ყველას ძალიან გვყვარს, აი მე განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე ეგეთი ურთიერთობა რა, თავიდან რო ასე თუმცა ეს მენტორები რაღაცნაირ მოვალეობის გამო რო იწყებენ აღსაზრდებლებთან ურთიერთობას და შემდეგ ეს რო გადაიქცევა რაღაც მართლა პირად ადამიანურ სიყვარულში და გადაგატაცებაში და დაახლოებაში და ასე შემდეგ ამაში ზუსტად ეგ ფორმულა იყო და ძალიან კარგად იყო გამოყენებული. პერსონაჟის ეს ცვლილება და განვითარება მის მეტყველებაში და ხმაშიც გამოიხატება. ძალიან დიდი მადლობა ამის გამო ქალბატონ ლუპიტა ნიუნგოს. ხშირად ხდებოდა გოგონაზე რაღაც პოსტები, აღნიშნები, რაღაც საუბრები მოდიოდა ჩემ ყურამდე. მაგრამ მეთქი ასეთი რა ქნა და მოკლედ მაგის გამოც ველოდებოდი და ნამდვილად ძალიან დადებითად განვეწყვი. პოზიტიური ემოციები დამეუფლა. ეს ადამიანი აუცილებლად უნდა გვეხსენებინა და რაც შეეხება პედრო პასკალ უბრალოდ გვევასებდა მაგიტო ვახსენებთ. პედრო გიყვარ ხარ? აი თავდურა ესე. ნახლა შეეხება ურთიერთობებს, საბოლოოდ გადავიდეს სათა არჩუნდები ხოლმე და რა ვიცი. ფილმის არტერია ეს ურთიერთობა და პერსონაჟის ვაუ, მეტამორფოზასაც ზუსტად ეს ურთიერთობა იწვევს. როგორც კი გამოჩნდა, აი როგორ აღიქვამს ხო, აი დაბადების მომენტში რობოტის თვალში როგორ ჩანს, მაგრამ ასეთი ეფექტით ხო ბევრი იყო ეპიზოდი და რაღაც რო დაინახა პირველად მიუხედავად იმისა, უბრალოდ პროგრამის აღქმას უყურებ მხოლოდ თითქოს იგრძნობ უკვე რომ რაღაც განსაკუთრებული კავშირი უნდა გქონდეთ ამ. ხო, გუნცხოვ ცოდნის იქით რომ გასაგებია რომ ექნებათ, მაგრამ აი შეგრძნებ ხო დასაწყისიდან ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. მაგრამ აი მაგ მომენტში უკვე რაღაც გრძნობა გაგიჩინა თითქოს ისეთი რომ ძალიან საინტერესო რეფრენივით იყო, ეგ მუცლით როგორ იცავს თავის შვილს. გამოძახილი იყო იმის რომ რეალურად დედები ხომ შვილებს მუცლით დაატარებენ. დიახ. ხო, თქვენ წეროს არ მოუყვანთ. კულმინაციურ მომენტშიც მუცლით გადაარჩინა და ანუ ეს არის ძალიან მაგარი რაღაც დეტალი რა, არ ვიცი სავარაუდოდ რეჟისორის მოფიქრება, არ ვიცი თავს ვერ დავდებ, ვის მოფიქრებულიც არ უნდა იყოს, ძალიან მაგარია, იმიტომ რომ თითქოს ვიზუალური გამოხატულება იმ დედაშვილური კავშირის, რაც ამ ორ უნიკალურ არსებას შორის გაჩნდა და დედაშვილობისთვის უნიკალური, იმიტომ რომ ეხლა რობოტის და ბატის დედაშვილობა ხო ამ ხვდებით რომ რაღაც უნიკალური და ისეთი რაღაცაა რომ მარტო ანიმაციებში ხდება. თავიდან მართლა შეიძლება თქვა რომ რა ღირებულებები ნამდვილად უბრალოდ დავალებაა, მაგრამ გადის დრო და რაც მეტი დრო გადის, ანუ რობოტშიც ჩნდება ეს რაღაც ღირებულებები, თუნდაც სიკეთე, სიყვარული და ასე შემდეგ. და მის გარშემომყოფებშიც, ანუ გარემო იწვევს მასში ამ ყველაფერს, ამ ღირებულებებს, ამ გრძნობებს და თვითონ ახდენს მერე იგივე გავლენას თითქოს
იგივე საჩუქარს უბრუნებს გარემოს. ისე დროს მიფრინავს, აი რაღაც თინეიჯერის და მაგ თალსაკში არის და ასეთ დროს ეს დედაშვილური ურთიერთობები ანიმაციებში და ფილმებში იციან ხოლმე ასეთი ასაკის პერსონაჟების ultra mega საზიზღრული გაკეთება, რომ რაღაც კარები უნდა მიიჯახუნოს გაბრაზებულ დეტალსთან და ხო ეგრე იყო. იქ ანუ ტიპი იყენებს რა დონეზე და კარების უბრალოდ გადაალეცა. მე მგონი ეგ ანიმაცია უნდა განვიხილოთ. განვიხილოთ, თუ გინდათ დაგვიწერეთ რომ განვიხილოთ ასნაური ხუშუკი. ეს ასეთი პერსონაჟი არ არის რა და აი ძალიან დიდი მადლობა მწერალსაც, რეჟისორსაც, ყველას რომ ეს არ არის ასეთი ზედაპირული პირდაპირ მე დაბიო პერსონაჟი, იმიტომ რომ არის რაღაც ტიპაჟები ხო არსებობს და აი ეგ არ არის ტიპაჟურობა. კი, ზუსტად ის არის ერთი მომენტი ეგეთი ისინი როქს ეგეთი პერსონაჟებს დამოკიდებულებებიან საქციელებად რაღაცა ეგ ტიპაჟად არქმნის იმ პერსონაჟს ან რაღაც ხო მაგას და ანუ ერთი მონაკვეთი არის ეს გაჯახუნებაზე რომ თქვი რომ აი იმ ოჯახის შესახებ რომ იგებს და იმ თავის ბავშვობის ბუდეს რომ ხელს კრავს და გადააგდებს ეგ არის ჩვეულებრივი ანუ ეგ არის ძალიან ბუნებრივი რაღაცა რა ანუ ბუნებრივად ჯდება იმ სიტუაციაში როცა და ფინკისგან შემოიფარგლება მისი ოჯახი ეს გარემო სხვები ყველანი აპულინგებენ ამას ისევე როგორც დედამის ერთადერთი ვიც ხელს უწყობს მას მიზნების მიღწევაში და არის მის დამხმარე არის ამ ბატების თუ იხვების წინამძღოლი. რაც არის უსაყვარლესი ურთიერთობა და ეს ურთიერთობაც ნაცნობია განსაკუთრებით ასეთ ფილმებში ხოლმე ის ზუსტად ის მენტორული ურთიერთობა შეიძლება იყოს რაც წეგან ვახსენე. უნდა თქვა რა გამახსენა. გადაფრენის მომენტში მართლა გვერდით ამოიყენა და რაღაც ფარველობა გაუწია ძალიან გამახსენდა ნემოში რო არის ზღვის კუების გადაცურვა თუ როგორ ქვია და იქაც ხო ეგრე რაღაც ფარველობას უწევს ის დიდი კუ და აი წინამძღოლის დასასრულიც ძალიან მასალოდნელი მაგრამ მაინცევდიან ყველანაირი იმედი რასაც გიჩენს არის აბსოლუტურად სიკეთისკენ მიდრეკილი რა და გაკეთილშობილებს კი ეგ არის და აი ზუსტად იმ სიტყვებს რომ ამბობს რომ მე არ დამელოდოთ დარწმუნებული ვარ ისევ და ისევ იმ აუდიტორიას რო დაუბრუნდეთ ვისაც არის გათვლილი ძალიან გული დაწყდება მიუხედავად იმისა რომ ამაზე დიდი ფოკუსი მართლა არ არის გაკეთებული ან რაღაც სიტყვით მაინც მგონია რომ იმიტომ რომ მახსოვს ბავშვობის ანიმაციებიდან ეგეთი რაღაც პატარ-პატარა დეტალები რასაც დიდად არ იყო ფოკუსი გაკეთებული მაგრამ აი ისე გულს მიგლეჯდა ხოლმე და მგონია რომ ესეც ერთ-ერთი ეგეთი დეტალი იქნება ამ ანიმაციიდან და აქვე ბრაიტვილთან დაკავშირებით დავსცენ რომ როგორც ვახსენე ეს ანიმაცია ბედნიერად სრულდება აქამდე როგორ მიდის ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი ბრაიტვილიც არის ასეთი პერსონაჟი კი არ განახებს ისეთ როგორი არ უნდა იყო განახებს იმას როგორი უნდა იყო და აი ამიტომაც ერთ-ერთი ძალიან ამ პერსონაჟთან დაკავშირებითაც იმიტომ არ გიჩნდება რაღაც კითხვები და რაღაც მოულოდნელობები არ გაქვს რომ ეს უნდა არ არის ან უნდა იყო ეს ხო დიდაქტიკული აქიზად თამაშობს იმ მომენტში რა რომ დაბრუნდნენ ამ გადაფრენიდან და რაღაცა ყველა რომ ბრაით ბილს გაიძახის უკვე და ყველას რომ შეუყვარდა იმან რაღაც მომენტში შემეშინდა რომ მეთქი ახლა ამ სახში დაბრუნება აღარ მოუნდება და ეგ იქნებოდა ზუსტად ის პერსონაჟი რაც შენახსენე მაგრამ როგორც თქვი ის იყო ვინც უნდა ყოფილიყო კი ფინკის და როზის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ რაღაც გამოკვეთილად მინდა ვახსენოთ თვითონ ეს ოჯახი რასაც ეს სამი არსება ქმნის ფინკი არის რაღაც მამობრივი ფიგურა არის ბრაიტვილის ცხოვრებაში თუნდაც აი რო ჩამოდის მაგ გადაფრენიდან და როგორი kid ესე რო ეძახის რაღაც ძალიან საყვარლები არიან და აი ერთი დეტალი მინდა თვითონ მაგ ოჯახთან დაკავშირებით ვახსენო ფოტოებს რო ხატავს ხოლმე როზიამ თავისი ლაზერით და აი როგორი მე ეს ცხოველები რო შედიან და რაღაცა იქით აქეთ ისვრიან და ეს ფინკი როგორი აი პროტექტივ არის რომ ეს ბრაიტვილის ბავშვობის ფოტოები ახელი არ შეახოთ და იმანდ უკვე დარწმუნებით ხვდები რომ აი როგორც როსს უყვარს ბრაიტვილი რაღაც დაახლოებით ისეთივე ურთიერთობა უნდა იყოს ფინკს და ბრაიტვილს შორის რა და გაგრძელდება ეგრე ალბათ თვითონ როზის და ფინკის ურთიერთობა ამ რობოტს და მაკუს ურთიერთობა არის ძალიან ვიტყოდი რომ ღრმა იმ ხრივ რომ ახერხებს რეჟისორი დაგანახოს ამ მელაკუდას
რაღაც კომპლექსებიც მისი პერსონაჟის რა შეადგენს განა ის რომ მხოლოდ ეს სუნაგი მელაკუდა და მატყუ არა მელაკუდა რომელიც რაღაც ამბებს იგონებს არა არსება რომელსაც თელ ცხოვრების განმავლობაში სიყვარული არ განუცდია და პირველი არსება რომელიც მის მიმართ სიყვარულს გამოხატავს არის რობოტი ის მელაკუდა ასწავლის რომ ჩარჩოებს გაცდეს იმ პროგრამას გაცდეს რაც მასში არის ჩადებული და სწორედ ამ პროგრამის და ჩარჩოების გაცდენის მეშვეობით იძენს იგი იმ სიყვარულის უნარს და იმ სიკეთის და გაგების და ადამიანობის უნარს რასაც იძენს ფილმის მეორე ნახევარში შემოიტა ერთმანეთს ეხმარებიან რა როზი აგრძნობინებს მას რომ ის სიყვარულის ღირსია ფინკი აგრძნობინებს მას ფინკი უბრალოდ აგრძნობინებს ან შეიძლება ითქვას რომ ბრაიტბილ და ფინკი დაახლოებით ერთდროულად აგრძნობინებენ იმიტომ რომ როცა მის მიმართ დედობრივი ზრუნვა და ეს დედობრივი გრძნობები უჩნდება ფინკის მიმართაც ეს მეგობრული რაღაც ძალიან განსაკუთრებული გრძნობები უჩნდება და ძალიან ლამაზია ამ ყველაფრის ნახვა რა ის რასაც ფინკი ასწავლის არის გამოცდილება იმიტომ რომ ეს ხო ის სამეულია რომელიც განდეგილი სამეული არის და ეს ყველაფერი ამ მელამ ძალიან კარგად იცის და ამ გამოცდილებას უზიარებს და ამას ასწავლის. როზი კიდე მაგიტო არის ძალიან საყვარელი და ძალიან მაგარი პერსონაჟი, რომ ორივეს აჩვენებს და ორივეს ასწავლის, რომ ისინი უყვართ და ამ დროს თვითონ ამ გრძნობის შესახებ არაფერი არ იცის. და ამ დროს ამ ყველაფერს გასცემს. და აი ეს ერთ-ერთი თვისება არის, რაც ძალიან ადამიანურს ხდის შენ ძალიან ცოცხალს ის და თან ანუ ძალიან იდეალურ დონეზეა ის აყვანილი, რომ მასში არ ჩდება ცუდი გრძნობები, ანუ შურისძიების სამაგიეროს გადახდის, რაც ფინკში არის, ანუ არ უნდა რომ ვიღაცები გადაარჩინოს, იმიტომ რომ სამაგიეროს გადახდა ეს აქვს და პირიქით იმას ასწავლის, რომ სიკეთე უნდა იყოს უპირობო და აი ძალიან ისეთი აღმატებული ღირებულება, რასაც რავი ადამიანების კი მგონი მთელი ცხოვრება ცდილობენ რომ რაღაცნაირად ეს გაითავისონ ერთია როცა იცი და მეორე როცა ითავისებ და ეს თითქოს ამასთან ცოდნა თითქოს არაფერ შუაში ამას შიგნით აქვს რაც რეალურად შეუძლებელია რომ კონდეს ბრაიტბილთან დაკავშირებით ის მინდოდა დავემატებინე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამ პერსონაჟი და კიდე ეს აუდიტორია რო ვახსენოთ ვისთვისაც არის გაცვლილი აჩვენებს და ასწავლის ოღონდ ისევ და ისევ ძალიან ფაქისად it's okay რომ განსხვავებული იყო ანუ არა უშავს როცა განსხვავებული ხარ როცა მოკლე ფრთები გაქვს როცა შენგან არელიან რომ რაღაცას მიაღწევ თავარია შენ გჯეროდეს შენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ის ყველაფერი რაც მასში ხდება და ამ პერსონაჟის თავს ხდება რა. რეალურად პერსონაჟების სიმრავლით არ გამოირჩევა ეს ანიმაცია. მაინც ახერხებს რეჟისორი საზოგადოების ყველა ნაირი სახე მაქსიმალურად ყველა შემთხვევაში ძირითადი ტიპაჟები გაჩვენოს. თუნდაც ოპოსუმის მსგავსები, რომლებიც საზოგადოების ნაწილი არიან ბოლომდე, მაგრამ რაღაც ემპათიის განცდა ყოველთვის აქვთ რა. ამ დროს მაინც საზოგადოების ნაწილი არიან. თუნდაც თახვი, რომელიც ხო თახვი ძალიან საინტერესო პერსონაჟია იმ მხრივ, რომ რეალურად ისიც არ არის თვალ საზოგადოების ნაწილი, იმ მხრივ, რომ ისიც არის მსხვერპლი რაღაც დაცინვის თვითონ ანიმაციაში, ეს ძალიან ღრმად არა, მაგრამ ჩანს რომ ის საზოგადოების ნაწილია მაინც. ძირითადად კომიკური ეფექტი, რომელ პერსონაჟს შემოაქვს, ძირითადად ეს არის თახვი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მომენტები აქვს, ახლა აი ძალიან გაცინებთ თუ უყურებთ ამ ანიმაციას, ძალიან სასაცილო ტიპია რა. გავრცელებული სახასიათო თვისებები მაინც ყველას აქ, მაგრამ თანამდროს ძალიან პიროვნებებად ყავთ გახდილი, როგორც პერსონაჟები ცალსაკე უფრო ჩანან და იკვეთებიან რამდენიმე ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, სადაც უკვე იგივე როცა გადაარჩენენ და რაღაც ერთად ბილგარემოში არიან შეკრებილები და აი რამდენიმე მომენტი იყო, როცა ცოტა დავიძაბე რომ არ გაფუჭდეს. ერთ-ერთი იყო ეგ მომენტი. ახლა ეს მელა რო გამოდის და ელაპარაკება ამათ ვაიმე ძალიან კრინჯი მომენტი არ გაიჭიტოს რომ ჩვენ შევწვდი და პათეტიკური და რაღაც და არა ისე ხდება ყველაფერი რომ უბრალოდ შეუძლებელია რომ იმ ცეცხლის ფონზე არ ჩამოლღვე. ფლოუში როგორც იყო რომ დასწვეშეს კატა მარტოა და შემდეგ ბოლო კადრი არის რომ მასთან ერთად მისი ახალი ნაპოვნი ოჯახია. დაახლოებით ეგეთი ვიზუალური განვითარება, როცა ბოლოს გვაჩვენებს აი ეს თავიდან ამ იხვის რაღაც
სურათები რაღაც და ბოლოს არის ეს ყველა ერთად ამლაზე ერთ რო დახატა და დაახლოებით ანუ იგივე ვიზუალური სათქმელი იგივე არა და ესეც ძალიან კარგი იყო და მაინც კარგია რომ ბოლომდე არ ქონდა ასე ვთქვათ უხეშად რომ ვთქვათ მიგდებული ეს ვიზუალი და იყენებდა მაინც რაღაცის სათქმელად იმიტომ რომ ისევ და ისევ ბავშვებსაც მგონია რომ ხშირად აი ესეთი დეტალები უფრო ამახსოვრდებათ ვიდრე ვინ რა თქვა როზი ეს არის რეალურად მაგალითი თუ გარემოსთან ალაპტირება ეს არის ის რაღაც რაც პატარასაც ჭირდება დიდსაც ჭირდება იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამას ყველა აწყდება და პირველ ნუ კიბორჩხალას რო შეხედავს და იმის მოძრაობას რო იმეორებს და ისე ახერხებს კლდეზე ასვლას ეს გარემოსთან ადაპტაციის ნუ ზედაპირული ჩვენება არის ოღონდ ასე უნდა იყოს იმიტომ რომ პირდაპირ იგივე რას თქვით რომ რაღაც რობოტია და რაღაცეებს შეკითხვები არ გიჩნდება ესეც არის მაგიტო რომ ნუ რობოტია და მარტივად მოახერხა მაგრამ აქ უკვე აი სოციუმთან ადაპტირება არის ძალიან მაგრა ნაჩვენები ერთ-ერთი არის ბოლო ნაწილში უკვე თავდასხმის მომენტები როა და რაღაც ყველა რომ მირბის და როგორ მირბის ეს რობოტიც კი რეალურად ეს ფიზიკური ის არის ვითომ რომ ადაპტირება ასე მოახდინა მაგრამ არ საერთოდ არაფერში არ ჭირდება ეს ხო, ეს არ არის მომენტში იმბაზო, აი არჩევანი გააკეთა ეგეთი, რომ თითქოს არ ვიცი, მადლობის ნიშნადაც შეიძლება, რომ რადგან ისინი ამის დასახსნელად მოვიდნენ და რადგან მათ მიიღეს ამ საზოგადოებაში რა, ასე ვთქვათ, თითქოს ანუ ამით უჩვენა, რომ კი მე თქვენი ნაწილი ვარ და ეს არის ჩემი სახლი, რასაც მე სიტყვებითაც ამბობს, მაგრამ ეს უფრო მაგარი გამოვლენა იყო. სოციუმთან ურთიერთობაზე რასაკვირველად კიდევ უფრო მეტი საუბარი შეიძლება, მაგრამ ყველაფერზე შეიძლება მეტი საუბარი, ამიტომ ძალიან უარ გაგვიგრძელდეს, რაღაც ძირითადი მაინც ეს იყო, რომ სოციუმის და განდეგილების და განსაკუთრებით როუზის ურთიერთობა როგორ შეიცვლება ძალიან ბუნებრივად მიზეზშედეგობრივი კავშირით. კი და ეს სიტყვა უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ მგონი არ გოსანებია მიმღებლობა, იმიტომ რომ ვახსენეთ სიკეთე, ვახსენეთ თუნდაც ბულინგი, საკუთარ თავის მიმღებლობასაც გასწავლის და სხვის მიმღებლობასაც გასწავლის, როგორ მიიღო შენგან განსხვავებული. თავიდან მე მგონი ვახსენე ეს ფრაზა, რასაც მელა ამბობს, იფრინე შენებურად და არა სხვების მსგავსად. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მესიჯი მთელ ამ ანიმაციაში და ისევ ძალიან კარგად, ძალიან სწორად მოწოდებული ერთი ფიქრით რო დავფიქრდეთ, შეიძლება ასე რაღაც ცალკე დიალოგი რო ყოფილიყო, შეიძლება მაშინ ცოტა ეგ რაღაც პათეტიკას ქონოდა. ეს ძალიან მარტივიც ყოფილიყო რო პირდაპირ გითხრა და ის ზუსტად იმ მომენტში რო ძალიან დინამიკურ ადგილას მიაძახა რა დაახლოებით თითქოს ისე უთხრა და ამ დროს მთელი ფილმის და მთელი ანიმაციის დარჩენილი ნაწილი ხდება სწორედ ის რომ საქმეს აკეთებს თავისებურად ძალიან განსხვავებულად ბრაით ფილს ხო ფრენა სულ სხვა ჩიტმა ასწავლა სხვა ჯიშის ჩიტმა ასე რომ მისი გამოცდილება აქვს და ისიც როდესაც ის მეთაური ამ გააკეთე ისე როგორც აკეთებ ამ სიტყვებით არ ამბობს მაგრამ აზრი იგივეა ერთ-ერთი რაც ხიბლობს სწორედ ეს არის რომ რაღაც სიახლე სხვანაირი ხედვა ჭირდება რაც რაღაც გადარჩენისთვის ამ შემთხვევაში გადარჩენისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის გამოცდილება მე ხო რასაც ბრაითფილი აულენს ნუ რომ იფიქრო განსხვავებულად ესეც და ის რომ შეჟეგილია განსხვავებულად ფიქრი ეს პირიქით ძალიან მაგარი რაღაც არის. კი, ანუ ზოგადად განსხვავებულობა არ უნდა იყოს პრობლემა არც საკუთარ თავში და არც ხვის მიმართ როცა ხედავ რომ ვიღაც განსხვავებულია. პირიქით ის რომ სიახლის გვეშინია, ის რომ რაღაც განსხვავებულის გვეშინია და ეს ჩვენს ბუნებაშია ზოგადად, რა თქმა უნდა, ზოგი მეტად გამოხატავს, ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად ებრძვის, ზოგი ნაკლებად, მაგრამ არსებობს და ძალიან კარგად არის ეს გამოხატული და ძალიან კარგად არის ამ შიშის წინააღმდეგ ბრძოლის გზები დახატული. ბოლოს კიდე ერთ ძირითად ხაზს ვიტყვი, რომ როზის არ აქვს წარუმატებლობის უფლება. ეს ერთი რაც ამ პროგრამულად რაც არის მასში, მაგრამ შემდგომში ეს მოცემულობა იცვლება იმით, რომ არა პროგრამის გამო, არამედ თავისი სრულით აღებული ვალდებულების გამო არ აქვს წარუმატებლობის უფლება. და ეგ კარგი იმიტომ არის, ყველამ კარგად იცის, რომ რაც გაქვს დასახული მიზნად, ანუ შეუძლებელია, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, იყოს ზოგჯერ ჩაფლავდები რა, ზოგჯერ გაგიფუჭდება რაღაც, ყოველთვის ვერ მიაღწევ
და ყოველთვის ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა. მაგას გაჩვენებს, რომ აქ აღწევს ძალიან ბევრი სირთულე, გასაგებია, რომ ბევრი პრობლემა არ არის და რაღაც უამრავ წელს არ გაჩვენებს, მაგრამ სხვადასხვა პრობლემები იკვეთება და ამ სხვადასხვა პრობლემებს აგვარებს, მაგრამ ბევრი დაბრკოლების გადალახვის ფასად ახერხებს ეს რობოტი ამას. ძალიან კეთილი ანიმაციაა, რომ იმედით სავსეროა. იცი, მე მაგალითად ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველა მიზანი რაც მაქვს ვერ მივახწევ, მაგრამ ისეთ მაგარ იმედს გიჩენს და იმის мотиваციას გაძლევს, რომ მე ხარ ვიცი, რომელი ეს მიზანი ვერ მივა ბოლომდე. მე ყველა უნდა ვცადო. ჩემ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ასე იმუშავ. მე ყველას ვცუდი. სადაც ხელი მომეცარება და იმ კიბის რაღაც საფეხურზე ვერ ავალ, სადაც იმას მივიღებ, რაც მე მინდა. ასე მოხდება. აქ უკვე სხვა კიბეებიც არის, სხვა მიზნებიც არის და აი ამას გეუბნება, რომ შენ ცადე, შენ ეს გააკეთე. ამ რობოტს ასე გამოვიდა, მიაღწია იმას, რაც უნდოდა და სხვერპლის ფასად რეალურად, ხო? მიზნის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია ის პატარ-პატარა დათმობებიც, მაგასაც გასწავლის რა. როცა ჰარი-ჰარალეზე რომ მიზანი მაქვს და ესე ქებით წავალ, ეგრე არ არის. რეალურად ძალიან დიდი დათმობა გაიღო, რომ წავიდა თავისი მით გამოიძახა ის და ამ ხომალდზე ავიდა თავისივე ნებით და ეს იყო ძალიან დიდი გაკვეთილი, ასე ვთქვათ, ჩემთვის პირადად, რომ რაღაცეები უნდა დათმო, იმისთვის რომ მიაღწიო იმას, რის მიღწევაც გინდა რა. ყველაზე მთავარი რასაც მობს გარდა ის, რომ საყვარელ გარემოს ტოვებს, არსებობს საფრთხე იმის, რომ და აღარ ახსოვდეს ის სიცოცხლე, რაც ყველაზე მეტად უყვარს, ანუ Bright Billy. და ბოლოს ის აი მაგიტყვარის დასასრულს happy end-ი, რაც ანიმაციისთვის, საბავშვო ანიმაციისთვის და დამახასიათებელია, აი ძალიან მაგრა არის გაკეთებული, ეს არ არის რაღაც გადაღეჭილი, არ არის რაღაც უვარგისი და აი რიგითი, ეს არ არის რიგითი ანიმაცია, რა ძალიან მაგიტყვარი, ძალიან ფაქისად არის ეგეც გაკეთებული. მე მგონია, რომ რაღაცები ჩვენგან მაინც ცოტათი პათეტიკურად შეიძლება ჟღერდეს, მარტო ჩვენგან კი არა, ყურით რო გაიგოთ. და ამიტომ არის ეს ანიმაცია ისე კარგად არის გაკეთებული ყველაფრით. ანუ მოსაყოლად ვიღაც ნებისმიერ უბრალოდ სიუჟეტი რომ უყვეს, ან ვინ რას იკეთე, გააკეთა რაღაც, აი ძალიან ბანალური რაღაც რიგითი რაც ვახსენე. აი ხო, აი ძალიან ისეთ რაღაცას ჩარჩოებში 1000 წელი შეიძლება არ მოგინდეთ ამ ანიმაციის ნახვა და ეს სიმარტივე, რასაც გვაწვდის ეს ანიმაცია, არის ისე დახვეწილად გაკეთებული. მილიონჯერ თქვენ სიტყვა, მაგრამ ასეა გაკეთებული და მაგიტო ძალიან ფაქისად, აი ძალიან სათნო რაღაცა არის, აი უსპეტაკესი რაღაც. თუ ჩართო არ გინათ ამ ანიმაციის, მარტო პოსტერი ნახეთ. და Bright Billy, რომელიც არის პატარა ჭუკი, მაგას რომ ნახავთ პოსტერზე, აი როგორც არის გამოსახული, ზუსტად ეგეთი არის ანიმაცია. ეგეთი უსაყვარლესი, ეგეთი უნაზესი, უსპეტაკესი, უსუფთავესი, აი რავი, ყველაფერი საუკეთესო. გონია რომ ეს ანიმაცია არის ძალიან ოჯახური. ანუ ოჯახი რო დაჯდება, აი საფხულის ეს ლამას დღეს ჩართავს, უყურებს ამ მულტფილმს და იმ გრძნობებს და ემოციებს, რაც ძალიან უშუალოდ მოდის ამ ანიმაციისგან, ერთმანეთს გაუზიარებს და მე პირადად ერთ სულ მაქვს ჩვენს პატარა ბიძაშვილთან ერთად, როდის ვუყურებ და როდის გავიგებ მისას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის ბავშვების აზრი და დამოკიდებულება, იმიტომ რომ ისინი კიდე სხვანაირად შეხედავენ დარწმუნებული ვარ. ისინი იმასაც ჩასწვდებიან, რასაც მე უკვე 100 წელი ვეღარ ჩავწვდები, იმიტომ რომ დამთავრდა ჩემთვის ეგ სამყარო. ვაუ. ეს იყო რის თქმაც გვინდოდა ზეისადად. და ჩვენს პოსტერ დაგვრჩა. გამოგვიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, იმიტომ რომ ლაიქები არის ძალიან მნიშვნელოვანი და უცნობი კომენტარები. კომენტარები გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, თუ ამ ანიმაციას ნახავთ, ამის მერე იქნება, როცა იქნება თქვენ დაბრუნდით თავიდან უყურეთ ჩვენს ვიდეოს. კი მოგოთ ყოველთვის ყველაფერი გაგვიზიარეთ და ჩვენ კიდე ჩვენს სიყვარულს გაგიზიარეთ. დიდად მადლობელია სპეციალისტი.